ფილმი გადაღებულია რეალური ფაქტების მიხედვით. ხელი მეტკინა. სუფთა. გაშალები განზე. ზუკანა. 276 მუხლით. ანუ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევისათვის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. თქვენ გაქვთ დუმილის უფლება, თქვენ გაქვთ კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება, გაქვთ უფლება იყოლიოთ ადვოკატი, გაქვთ უფლება არ დაიბრალოთ დანაშაული, რასაც თქვენი თქვის შესაძლოა თქვენ წინააღმდეგ იქნეს სასამართლოში გამოყენებული.
სად ვარ? სად მიდიოდი, როცა ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა? ეხლა ლაპარაკის თავი არ მაქვს. მოგიწევს. ქმარი დღეს დავასაფლავე. მესმის კიდევ ერთხელ ვიზიარებ. არ შემიძლია. ხოლო რომ ვისაუბროთ არ გამოვა? ეს დაკითხვაა, გასაუბრება არა. დაკითხვა? დიახ. რამე დავაშავე? მოქალაქე ნესტანგელიყო. თქვენ ბრალი გედებათ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მიმალვაში. პოლიციის არ დამორჩილებაში და რაც მთავარია, მამუკა მაჩაიძის მკვლელობაში ხარ ეჭვმიტანილი. გაგიჟდით ხო? ამაზე მიუთითებს მკვლელობის იარაღზე აღმოჩენილი შენი თითის ანაბეჭდები. ის სულელური ჩვენება თითქოს მამუკა მაჩაიძე შენი ქმარი გეგონა. და ბოლოს ბრალი გედება რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ 137-ის გადატანაში. იმ მანქანაში, რომელშიც შენი ჯექი, სავარძელია ნაპოვნი, მასზე კი ცეზიუმის კვალი. საქმესტანი, ხოშე ბაზო! უპეტრონე ხო არ გონი ვარ? ნუ ყვერი. ხმა, ჩემი გაფუჭება გინდა, რა? ნუ ყვერი მეთქი. მოვითხოვ რა სახლში გამიშვათ. ერთადერთი რისი მოთხოვნად შეგიძლია ადვოკატია. სახლში გამიშვენეთ კი, ქალო! გარანტიას გაძლევ, სახლში ვერ მოხვდები. Короче, завтра встретимся с Сарацином. Все будет в порядке. Хорошо. Не обозритесь, как тогда, Вася. Не волнуйтесь. Я отвечаю. Ладно. Да как это насчет главного дела? Батончик на месте. Да, знаю. Отлично. А эти пацаны там себя нормально ведут? Да, готовятся. Ну, посмотрим, как они экзамены сдадут. Да? Это настроение какое? Да боевое, блядь. Хорошо. Ну, все будет хорошо. Уйдите от этой грузини. Суки, блядь. Ну, давай, братуха. Давай. Давай. სევოლოდ გელეყვა ბუნებრივი სიკვდილით არ მომკვდარა. დარწმუნებული ვარ ეს მკვლელობა იყო. ბუნებრივ სიკვდილს მიმსგავსებული მკვლელობა. ხო რა. ჩემი აზრით, ნენემ და მამუკა მაჩაიძემ სევოლოდ გელეყვას მოკლა და მე მისი ქონების მითვისება გადაწყვეტეს. ამისთვის კი ისეთ ხერხს მიმართეს, რომ გელეყვას ბუნებრივ სიკვდილში ეჭვეარავის შეფარვოდა. ხო და გამოუვიდეთ კიდეც. ესე იგი, მამუკა დროთა განმავლობაში რადიოაქტიურ ნივთიერებას უყრიდა სავარძელში, რამაც ონკოლოგიური დაავადების პროვოცირება გამოიწვია და რამაც საბოლოოდ მოკლა კიდეც. ამიტომ კაცმა ყოველთვის უნდა დახედო რა ზრდები. ქალმაც. აკაკი. რა ტყუილია? პრინციპში არა. შეიძლება ეს შურისძიების მიზნითაც გააკეთეს. სევოლოდს ნენე მამუკასთვის წაურთმევია. შეიძლება ასე. ხო და მოგვიწევს საქმის გადაკვალიფიცირება. აი არ ვიცი. მაგრამ ერთი არასასიამოვნო პროცედურის ჩატარება კი მოგვიწევს.
იმის დანამდვილებით გარკვევას. მართლა ასხევებდნენ თუ არა გელეყვას. სამედიცინო დასკვნა სჭირდება. ექსჰუმაცია. მარტო არ წავა. იმ ღამით სევა ჩემთან მოვიდა. გისმენთ? ისე მოხდა, რომ დაგეგმილზე 4 საათით ადრე ჩამოფრინდა თბილისში. ეჭვი ქონდა, რომ ნენე ღალატობდა და ამიტომ სახლში მოულოდნელად მისვლა გადაწყვიტა. სახლიდან ოფისში წავიდა. ცოტა დავწყნარდიო, სიტუაცია გავაანალიზე და შემდეგ უკან დავბრუნდიო. იქ თქვენ დახვდით და პატარა სპექტაკლი მოაწყო. მერე ნენესთან სერიოზული ჩხუბი მოსვლია. რატომ? უნდა გაეგოთ ყვილი რაში დაჭირდა. მერე ათქმევინე რამე? ვერა. მე მითხრა დარწმუნებული ვარ ნენემ ღალატობდა და მამუკაც მაგან მოკლაო. თქვენთან მარტო ამის სათქმელად მოვიდა? არა, ცხელგულზე ანდერძის შეცვლა გადაწყვიტა. ვიზე შეცვალა ანდერძი? ეს საიდუმლოა. ინფორმაცია საქმესთან არის კავშირში. ანდერძის მიხედვით მისი მთელი ქონება საქველმოქმედო ფონდს დარჩა. თქვენი აზრით შეიძლება თუ არა მამუკა ნენეს მოეკლა? არა მგონია. რატომ? იმიტომ რომ მართლა უყვარდათ ერთმანეთი. აბა რა მოხდა, როგორ ფიქრობთ? რა ვიცი. მე უბედური შემთხვევა მგონია. შენა, ადამიანს რომ მარხავენ და მე პურის ჭამა რომ იმართება, იმას ხომ ხელეხი ქვია. მე? ხოდა აი, ექსჰუმაციის მე პური რომ იჭმება, იმას რა ქვია? მოგშევდა? მაგარად. რაღაც ეჭვები სულ ჰქონდა. რასთან დაკავშირებით? ყველაფერი ძალიან მალე მოხდა. უცბად მოტყდა. კურნალობაც აღარ შველოდა. იცით ხალბატონო, როდესაც საუბარია სიმსივნეზე, საკვირველი არაფერი. კონკრეტულად რამეზე ჰქონდა ეჭვი? არა, მაგრამ სულ ამაზე ფიქრობდა. არა და საწყენია. რა კაცო? საწყენია ის, რომ ბატონი всеволоდი
საკუთარი სიკვდილის ნამდვილ მიზეზს ვერადოს ვერ გაიგეთ. ყურადღებას ნუ მიაქცევთ. შია. არჩეს ბიჭო. თავაგარი ჩამოვიდა. მერე? მაგის იმ პლაშამ პლუშის თავი არ მაქვს ახლა. ისე მაინც და მაინც შენ დანახვაზე რატო უნდება პლაშამ პლუში? მე რა ვიცი, კითხე. ლევანს გაუმარჯოს, ლევანს. გამარჯობა ბატონებო. ჰაი. ეს თქვენ. მე? დიდი მადლობა. როგორი მგზავრე? თვითფრინავით. ბიჭო, როგორ მეთქი, რითი ხომ არ მეკითხავს? თუ ქართული დაგავიწყდა. არა, მახსოვს. რა ოფიციალური ხარ, თაბაგარი, რა დაგემართა, არ მოგენატრეთ მაინც? ჰა? კარგი, რა ხდება ამერიკაში? კარგად არიან ამერიკელები. ძალიან კარგი, სხვა? ძალიან სასარგებლო კურსები გავიარე ბატონო ზურა. ეხლა სულ სხვა შემართებით გავაგზავნებ მუშაობას. არც მანამდე უჩიოდი შემართებას. ნახოთ. ისე კესოს ამბები გავიგეთ, გაგვიხარდა. დიახ, წარჩინებით სწავლობს და კიდე მინიმუმ 3 თვით გააგრძელებს სტაჟირებას. შორსავა ხო შენ? ენაცოლო, ყოჩახკეს არის. მე ხო არავის უკითხავარ. ვერ გავიგე რა მოხდა. თითქმის ერთმანეთთან ვიყავით მიშულები, როცა ყვაშალმა ის რუსი ტერიტორიას მოაშორა. მე მგონი რაღაცას მიხვდნენ. იქ გამორიცხულია. დიახ. რატო? შესტომ არ დაგვიშვია და იმიტომ. აბა რა მოხდა ბატონ ლევან? ალბათ იპანიკეს. ეხლა რა ვქნათ? ყვაშალზე თუ არ გამოვიდნენ ავიღოთ. ბოდიში მე როგორ უნდა მოვიქცე? ამ ეტაპზე ოპერაცია მუსტაფა დამთავრებულია. დამთავრებული? აიღო გეწყინა. არა, 3 თვე ემზადებოდი თურქულში და მე გამოგადგება. კარგით რა შენთან გამოვიყენო. აგერ ქალბატონმა ლეილამაც იცის თურქული და ისაუბრეთ ერთმანეთში. Aramızdan ne kadar çok yanıştığımızı bu nereden belirtci? ხოდა თუ არ ვიცი გააგრძელე მე ვინ გიშლის. ბატონო აგაგი. დღეს ვერ მინდა ჩავერთო საქმეში. რა გაჩქარება კაც, უშენოთაც მიხედავთ. შენ ახლა ცოტა დაისვენე, აკლიმატიზაცია გაიარე. რა იყო თაბაგარი, რა შეკაში? აბა რა ვშვებით? თქვავართ. არა უღრუნ შენ ჩამოსვა? ვისი? შენი? იცი ძალიან ბევრი საქმე მაქვს. გვიანობამდე მომიწევს სამსახურში ყოფნა. არა ბატონო აგაგი. აბა. იქნებ ცოტა ხნით.
საქმე ვშიგდები. აბჯარია ეს თავაგარი. გავდივართ. Какого хрена, блядь? Нахуя ты сделку сорвал, блядь? Засада там была. Ты уверен в этом, блядь, а? Не уверен, Виталий. Но думаю, что я узнал там одного типа. Опять просрали все нахрен. Предупреждал Жинал. Короче, я сматываюсь отсюда. Посадите в машину и довезите до Инала, понял? Виталий, с Иналом встреча 8. Подождем до 5. Если Мустафа не выйдет на связь, я сам тебя отвезу. Нет, блядь! Прямо сейчас! Я по горло сыт вашими хачапури говенными, блядь. Виталий. Зура, цадида. Амас, мы мовиყვანს. დასხივების შემთხვევაში ადგილი აქვს ცოცხალ ორგანიზმში არსებული წყლის ჰიდროლის სისხლის იონიზაციას, რაც მერე წარმოქმნის ახალ შენაერთებს, რაც მერე უცხოა ჩვენი სისხლისათვის. მოკლედ რა. მოკლედ აქ და აქ აშკარად შეიმჩნევა დასხივების კვალი. შესაძლებელია ასეთი დოზით დასხივება რადიოაქტიურ ნივთიერებასთან ერთჯერადი კონტაქტით. მოკლედ? ხო. არა. კარგი, შეგიძლია მაშინ მითხრა, აი ეს რამდენი ხნის ამბავია? საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მცირე დოზებით ასხივებდნენ. ანუ თვეების მანძილზე 1 წლის. სისტემატიურად და მიზანმიმართულად ასხივებდნენ. ლევანჩიკ, ატომური ენერგეტიკის ხაზით მომუშავე ადამიანისთვის, ხო, წლიური დასხივების დოზა 5 ბერია. 1 ბერი არის რენტგენის ბიოლოგიური ეკვივალენტი. 45 წლის ადამიანისთვის 70 ბერი არის ნორმა, მაგრამ ამ შემთხვევაში მოკლედ რა. მოკლედ სამჯერ მეტია. მადლობა. აგაგი, დრო გააქვს? 10 წუთი მაქვს, კი. ხო, ბუტანტოსკოპია მაქვს ჩასატარებელი და ხო არ დამეხმარება? კი ბატონო, შემოვნებით. კარგი. ეგ რა არის? ხელმეორედ უნდა გაკვეთონ და შიგნეულობა შეამოწმონ. საინტერესო პროცესია. ხო, ნინო, ეს ცოტა სისხლი ჩარჩა, მაგრამ არა უშავს. ეს შენ გამომაქვს. ჩემი ჩაგვიჩ სად არის? აქ არის. აი. თაბაგარი. ფეხი დაუჭირე. აბა, ნინო, აი აქ სახსარზე. მიდი, თამამად. მოდი, დაიჭირე ესე. როცა გეტყვი, რაც ძალი და ღონე გაქვს, მიაწვევი და ჩაჭრი ბოლომდე. ძვალი თუ დაკვდა, არ არის პრობლემა. შენ სცადე და თუ არა და მე აკაკი დაგეხმარება, აი ჩაგვიჩით. აბა, მოდი. 1 წუთით ხარ მოვა. ნინო! ეგ აღარ მოვა. მე რამდენად მეუნები, წინაზეც ხომ მითხარი. დააფარეთ უზმახარ. ექსჰუმაციამ დაადასტურა, რომ სევოლოდ გელეყოს სიკვდილი რადიოაქტიური ნივთიერებით დასხივებამ გამოიწვია. მამუკას იდეა იყო. არ მინდა და მართლა. რა იდეა დააკონკრეტე? რადიაციით დავასხივებ. სისხლის გათეთრება ან სიმსივნე დაემართება. ეს როდის დაიწყო? 6 თვის წინ. და სად ხდებოდა, როგორ? ჩემი ქმრის კაბინეტში. პერიოდულად სავარძელზე უღრიდა. შეცოდების მომენტი არ გაგჩენია? თავიდან კი. მაგრამ ისე მეკცავა და დავიკიდე. კარგი. ესე იგი დანაშაულს აღიარებ. ნაწილობრივ. შემსრულებელი მე არ ყოფილა. კარგი, მაგის აღიარებაც საკმარისია. ნივთიერება სად შეულობდა? ნიშნავენ ინფორმაციას თუ მოგაწვდით. სასჯელი შემისუბუქდება?
გააჩნია რაზეა საუბარი? ქვეყნის უსაფრთხოებაზე. კონკრეტულად? ტერაქტზე. ერთი წუთი. გისმენთ? მამუკა. მისი ბიძაშვილი და კიდე რამოდენიმე ტიპი ცეზიუმის ტერაქტის მოწყობას აპირებდნენ. სად და როდის აპირებენ ტერაქტის მოწყობას? ვიცი, რომ საქართველოში უნდა მოხდეს. კონკრეტული ადგილი არ ვიცი. პეტრე მაჩაიძის გარდა ვინ არის გარეული ამ საქმეში? აზე არ ვარ. რო ვიცოდე მართლა გეტყოდით. კარგი. პოლიციასთან თანამშრომლობა სასჯელს შეგემსუბუქებს. მამუკას სიკვდილს რაც შეეხება, გინდა იჯერეთ და გინდა რა. ყველაფერი შემთხვევით მოხდა. რა მოხდა, მომიყევი? მამუკა კვალის სასაშლელად იყო მოსული. რა კვალის? დასხივებული საბერძნელი უნდა მოეშორებინა. მერე? მე აილონასთან ვიყავი. საქმე რა დაამთავრა. დამირეკა და მივედი. რო არ მოკვდეს? შანსი არ არის. ერთ თვეს გაძლევ. თუ არ მოკვდავ, მერე მე ვიცი. რას? რას ვიზავდა? მე თვითონ მოვკლავ. ნუ მაშინ. დაკავებულია. არ გაიზრე. ჩვენი ტურისტული ფირმა გთავაზობთ საგზურებს ნებისმიერი მიმართულებით. ეგვიპტე მაგალითად, ნეპალი, ბრაზილია. თქვენ სად გნებავთ?
არის ერთი მიმართულება, სადაც მხოლოდ ჩვენ ვიძლევით საგზურებს. ჩვენი ტურისტული ფირმა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ კუთხეში. თქვენ რომელ მიმართულებას გულისხმობთ? ვაჟებ-შაველას გამზირი მოდული შენობა. თქვენ ბრალი გედებათ სამშობლოს ღალატში. სოციალურ გამოკითხვას აწარმოებ. დავიწყეთ. არანი ორი კაცი დახმარებაზე. ნარია. ორი დღეს წინ აუღიათ, უნდა გადავამოწმოთ. მე მგონი ამ საქმეში ყველაფერი გარკვეულია. ნენემ მამუკა მართლა შემთხვევით მოკლა. ტერაქტი კვაშალმა დანაშაული აღიარა. ჩვენი მისია ამით მთავრდება. დანარჩენს მოდული მიხედავს. ბატონო ზურაბ, ჩვენთან ერთად უნდა წამოხვიდეთ. არც ესეა საქმეში რომ გეგონა. მამუკა მაჩაიძის საშუალებით, რომელიც რუსული სპეცსამსახურების თანამშრომელი იყო, ჯგუფი დაუკავშირდა ინალ კუდუხოვს. კუდუხოვმა ჯგუფი ვიტალიზე გაიყვანა. მაგრამ ცეზიუმით კონტრაბანდა მთავარი მიზანი არ ყოფილა, რა? კუდუხოვმა მაჩაიძეებს ტერაქტის მომზადებაში მოსთხოვა დახმარება. მერე დათანხმდნენ? არა ბიჭო. და ის ჩვენი კოლეგა? კვაშალი? რაც შეეხება კვაშალს, ის თავიდან პეტრე მაჩაიძის საქმეს იძიებდა როგორც დეტექტივი. მოიცა რა საქმეს? სუბოტექსი თუ აჭრობდა. აპარეგას იყო? ხოდა როცა კვაშალმა კისერში წაუჭირა მაჩაიძემ მომგებიან ბიზნესში ჩართვა შესთავაზა. მილიონი პატარა ფული არ არის. მთელი ამ ხნის განმავლობაში კვაშალი ბანდის ხელშეუხებლობას უზრუნველყოფდა. ისე კაი ხანი გიგულავებიათ, ხო იცი? არ ვჩქარობდით. ნომერი იმავე დღეს გააქტიურეს, რა დღესაც იყიდეს. მაგრამ არც არია შემოსული და არც ამ ნომრიდან დაურიგიათ.
რას ფიქრობ? ნუ თუ საქმე ტერორისტებთან გვაქვს, შეიძლება ნომერი სულ სხვა მიზნით იყიდეს. ანუ? მობილურ ტელეფონს ხშირად ასაფეთქებელი მოწყობილობის გასააქტიურებლად იყენებენ. დეტონატორის დანიშნულებით. ხო. ესე იგი, თუ დეტონატორი ტელეფონია, ბომბის ამოქმედება ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან შეიძლება. თავისთავად. თუდია. რამდენ ხანში შეძლებ მობილური ადგილმდებარეობის დადგენას? რამდენიმე წუთს დამჭირდება. კარგი, მე რა მოხდა? ჯგუფის გეგმები აირია. კონკრეტულად? კვაშალმა გადაწყვიტა ცეზიუმის მოწილები მოეცილებინა და მარტო ემოქმედა. მე მოიცილა? ცოტა ხნის წინ ვიტალის და მისი ნათესავის გვამები აღმოაჩინეთ. მოიცა რაში დაჭირდა? სავარაუდოდ პარტიის ნახევარფასად გაყიდვას და ქვეყნიდან გასვლას აპირებდა. როგორც ჩანს, ბევრი არ უფიქრია ტაბელური იარაღით დახოცა ორივე. დაკითხვაზე რა თქვა? ყველაფერი აღიარა. დაადასტურა, რომ ქვეყნის შიგნით მართლაც სერიოზული ტერაქტი მზადდებოდა. მერე? რომ უშუალოდ მონაწილეები მოკლა თვითონ არასაკმარისი ინფორმაცია აქვს ტერაქტის შესახებ. თვითონ? არა, მართლა არის. მოიცავ რა ვქნათ ახლა? ერთადერთი, ვისაც ტერაქტის შესახებ რამის თქმა შეუულია, ეს ინელ კუდუხოვია. გასაგებია. ოპერაციის დამთავრების შემდეგ გენერალი კვაშალს უნდა გაეცილებინა არაკონტროლირებად ტერიტორიამდე და იქ კუდუხოვისთვის გადაეცა. ჩვენებს არ გაჭირვებიათ ინალის მახეში შეთხოვება, მაგრამ ბოლო მომენტში რაღაცას მიხვდა ის ნაბიჯვარი და ბინძური ბომბის ამოქმედებით დაიმუქრა. ეს ბომბი სად შეიძლება იყოს? სავარაუდოდ თბილისში. რამოდენიმე ვერსიაზე ვმუშაობთ, ყველა სტრატეგიულ ობიექტს ვამოწმებთ. ესეთი ძალიან ბევრი შეიძლება იყოს. ხო, დროში ვიწვევით. ეხლა რა ხდება იქ? ინალთან მოლაპარაკება მოითხოვა. შუამავლად ერთადერთი ადამიანი დაასახება. ესე იგი სწორად მივხვდი. შეეცადეთ, რომ მაქსიმალურად გაწევთ. ვეცდები. ბომბი თუ ვიპოვნეთ, გადავჭირით. უნდა ვიპოვნოთ. აბა შენიც. ჩემზე ნუ ინერვიულებ. უკვე ნერვიულობ. Поднял. Чисто. Проходи.
შეხვედრა რატომ გინდოდა? იმიტომ რომ ამდენ კურდღელებში შენ ყველაზე ნაკლები კურდღელი ხარ. მაშინ შენაც გააკეთე ამას. ბევრი ვერ აიღებდა თავის თავზე. რას ეთხოვ? მოგეთ. აქედან ან ერთად გავალთ, და ცხინვალში გადავალთ. ნუ ვაფშე არსად არ წავალთ. და რა გარანტია, რომ თუ გაგიშვათ ბომბი არაფერი ხდება? გარანტიები არ არსებობს. ბომბი შემიძლია ეხლავე ავაფეთქო. შენი თავი მაგრა გიყვარს და მაგას არ იზამ. ჩემში დიდი ფული არ ჩადებული. ცოცხალი ინვესტიცია ხარ. ეგრეა. რუსული ინვესტიცია. ხო, ცოცხალი რუსული ინვესტიცია. ისე დიდი ხანია, რაც რუსები აღარ ხართ. ჩვენ ქართველები ვართ. იცოდი რომ მოვასწრებდი. არ ვიცოდი. The person you have called cannot be reached at the moment. Please try again later. ზოგს მისცა ნიჭი შენების, ზოგს ნიჭი ფერთა წერისა, ზოგს მისცა ნიჭი მკურნალის, ზოგს ნიჭი თავდადებისა. ყოველდღიური გზის გასეირნება მზის, დარდს ვერ გაფანტავს დრო, ჩვენი ცხოვრებაც ქრის. რასაც დათესავ დღეს, იმას მოიმკიხოა, შამი ხრუმელიცა, ადამიანი გზა. როგორც გასროლილ თოვლს, ვერ შეაჩერებ დროს, ცას მზერა მისცა უსაზღვრო, მიწას სიცოცხლე ღირსა, მზეს მისცა ნიჭი ნათელის.
ადამიანს დრო რწმენის როგორც გასროლი ხო ვერ შეაჩერებ დროს ვერ შეაჩერებ დროს